თქვენი ოპონენტები ახლაც ამტკიცებენ, რომ საბოლოო ჯამში ოცნებამ ამ ნაბიჯით ქვეყნის იზოლაციას მოაწერა ხელი. რა პასუხი გაქვთ? მოგესალმებით, მიმესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას გარშემო განვითარებულ მოვლენებს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვეუბნებოდით ყველას, ჩვენი დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომ იყვნენ ობიექტურები და სამართლიანები ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ და რომ არსებობს წითელი ხაზები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ არ იქნას დარღვეული. კერძოდ ის, რომ არავის აქვს უფლება გააუქმოს ქართული ხალხის ნება. და ჩვენ ზუსტად ეს ვიხილეთ, ამის მცდელობა ვიხილეთ საპარლამენტო ასამბლეაზე, რომ რამდენიმე პოლიტიკური ინტერესის მქონე ხალხმა, ჯგუფებმა და იცით თქვენ რომ ეს იყო ევროპის სახალხო პარტიის ფარგლებში წამოყენებული ინიციატივა, რომელშიც ქართველი მოღალატე ოპოზიცია და უკრაინის დელეგაცია იყო ჩართული ამის შემუშავებაში. ეს ის ხალხია ევროპის სახალხო პარტია, შეგახსენებთ, ვინც მიხეილ სააკაშვილის ცარიელს კამსგავდა თავის კონფერენციაზე და მწამებლის მხარდაჭერია. ეს ის უკრაინული დელეგაცია არის გონჩარეკოს ხელმძღვანელობით, რომელსაც უნდოდა რომ ჩვენ საზარბაზნე ხორცად გამოვეყენებინეთ და ჩავერთეთ ომში და მოგვიწოდებდნენ რომ რაიმენაირად გაგვეფანტა იქნებ რუსეთის მზერა, ასე ვთქვათ, უკრაინიდან გადმოგვეტანა საქართველოში და აქ ქონოდა ჩვენ გამართული ბრძოლა. ეს ის მოღალატე ოპოზიცია, რომელიც ამ ყველაფერში იყო აყოლილი. ასე რომ ეს შეიკრა, ასე ვთქვათ, ანტიქართული კოალიცია ამ ხრივ და ჩვენ ვნახეთ, რომ შესაბამისი უმრავლესობა თუ გადაწყვეტილება იქნა მიღებული და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გასაგები იყო ჩვენი დელეგაციის გადაწყვეტილებაც, რომ რა თქმა უნდა, როდესაც ცდილობენ რომ გააუქმონ ქართული ხალხის ნება, როდესაც ცდილობენ რომ წაშალონ 1,100,000 ადამიანის ნება, ეს ცდება ყველანაირ წარმოდგენას, ასაც კი ეფუძნება საპარლამენტო ასამბლეა და მანამ სანამ არ იქნება სამართლიანი მოპყრობა ქართული ხალხის და ქართული სახელმწიფოს მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს მონაწილეობას და შესაბამისი დელეგაციაც გამოწვეული იქნება. უნდა ითქვას აქვე, რომ საპარლამენტო ასამბლეას გახლავთ, ასე ვთქვათ, მხოლოდ საპარლამენტო განზომილება ევროპის საბჭოს. თავად ორგანიზაცია ევროპის საბჭო, რომელიც წელი ჩვენ 99 წელს გავხდით და რომლის მონაწილეც ვართ სხვადასხვა ინსტიტუციებში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ღირებულია თანამშრომლობა. იცით, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი იყო ჩამოსული ბატონი ბერსე, რომელსაც ნახეთ ჩვენ, რომ როგორი ქოქოლა დააყარა ოპოზიციამ და ზუსტად იმ ხალხმა, რომელმაც ეხლა აი ამ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, ზუსტად ამიტომ, რომ მათ სინამდვილეში არ სურთ არანაირი სიმართლე და რეალობა, მათ სურთ ერთი რამე, სურთ სააკაშვილის სტილის რეჟიმის დაბრუნება საქართველოში. იმიტომ დისკომფორტია მათთვის ქართული ხალხის არჩევანი, დისკომფორტია მათთვის თავისუფალი ხალხის ნება. სინამდვილეში ეს არის, რაც არის პრობლემური უცხოელი აი ამ დაჯგუფებებისთვის, თავისუფლება, ქართული ხალხის თავისუფლება, როდესაც ჩვენი ხალხი თავის ნებას თავისუფლად გამოხატავს. სინამდვილეში ამას ებრძვიან ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან. სინამდვილეში ისინი თავისუფლების ლოზუნგით მონობისთვის იბრძვიან, რომ დაემონონ უცხოს ნებას და არა საკუთარი ნება კონდეთ, რომ დაემონონ უცხოს სურვილს და არა ქართველი ხალხის სურვილს, ნებას და განწყობა ჩამოიყალიბონ. აი ეს არის სინამდვილეში რაც ჩვენ ხდება, ეს არის მართლაც არჩევანი მონობასა და თავისუფლებას შორის და ხედავთ ჩვენ რომ მონობის მხარეს დგას დღეს ოპოზიცია, დგას დღეს უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები და მათი მართვა მიმდინარეობს ზუსტად უცხოეთის სხვადასხვა დაჯგუფებების მხრიდან, რომელსაც ესე ხშირად ხედავთ ხოლმე ქართულ ცისფერ ეკრანზე. რომ შეაფასოთ ის ვერსია, რომელსაც ახლა ოპოზიციას თავაზობს საზოგადოებას, რომ პრინციპში საქართველოს დელეგაცია ისედაც გამოშვებული იყო საპარლამენტო ასამბლეიდან, რომ მას შეზღუდული ჰქონდა ყველანაირი უფლებამოსილება და ვერც ერთ პროცესში ვერ მიიღებდა მონაწილეობას და ასე ვთქვათ, აი არანაირი არჩევანიც არ
გაკეთებულა პრაქტიკულად, ესე იგი სანამ გამოუშვებდნენ, მანამდე გამოიხურა კარი საქართველოს დელეგაციამ. უბრალოდ ყოლისა თავისთავად ეს იყო რეაქცია. ჩვენ ხო პირველი არ ვიმოქმედეთ ისევე როგორც სხვათა შორის ზუსტად აქვე აღიარეს თუ რამხელა ბლებს აქვს ადგილი ოპოზიციის NGO-ების და ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის თუ დიპლომატის მხრიდან, როდესაც 28 ნოემბრის განცხადებაზე საუბრობენ. თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა, გააჩერა თუ რა ვიცი არ დაიწყო მოლაპარაკების პროცესი ევროკავშირთან. დღეს ისინი თავადაც აღიარებენ. ზუსტად ამას ამბობენ, რომ ესო ქართული ოცნების სტილი არისო, რომ რაც გადაწყვეტილი იყო, ასე ვთქვათ, რეაქცია ამას. დიახ, 28 ნოემბერს, როდესაც ჩვენ თქვით მოლაპარაკებთან დაკავშირებით, ჩვენ ამას არ დავაყენეთ დღის წესრიგში. რას მოვაყოლეთ ეს ყველაფერი? მოვაყოლეთ ევროკავშირის ელჩის რამდენიმე განცხადებას, რომელიც გვახსენებდა ყოველ ჯერზე, რომ ევროკავშირის ქონდა შეჩერებული ეს პროცესი. და ამას მოვაყოლეთ ზუსტად ჩვენ, რომ თუ კი პროცესის გასაახლებლად თქვენ მოიაზრებთ იმას, რომ ჩვენ უარს ვიტყვით ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე და ავყვებით ყველაფერს, რასაც ვთქვით, რა თქმა უნდა, ჩვენ ესე არ დავაყენებთ და არ იქნება ესე საკითხი და ვთქვით, რომ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. როგორც ახლა საპარლამენტო ასამბლეაზე, დიახ, რა თქმა უნდა, მათმა გადაწყვეტილებამ გვაიძულა ჩვენ, რომ შესაბამისად ამაზე რეაქცია ვქონოდა და ზუსტად ეს არის აქ გამოვლინდა მთავარი ფარსი, რასაც ოპოზიცია NGO-ები, რამდენიმე ელჩი მათ შორის საქართველოში უცხოური და უცხოური პოლიტიკოსები რასაც ორი თვეა უკვე ასე ვთქვათ ქართულ ხალხს თავს ახვევენ თითქოს 28 ნოემბრის განცხადებით საქართველოს ხელისუფლებამ რაღაცა გააჩერა, რაღაცაზე უარი თქვა, რაღაცა არ დაიწყო. რაც არის ტყუილი. ეს არის ზუსტად მათი ქცევები. ეს იყო ზუსტად ევროპული კომისია, რომელმაც თქვა, რომ იმის გამო რასაც დღეს ტრამპი ამბობს და დღეს უკვე თვითონაც ვეღარ ბედავენ, შეეწინააღმდეგონ ტრამპს ეს NGO-ები და მათ შორის რიგი დადგა უკვე პარტიებისა, უცხოური სხვა ხელისუფლებისა, რომელიც დგას და ოღონდ როგორმე აყვეს ტრამპის მოწოდებას. ზუსტად იმ კანონზე, რომელზეც ჩვენ მუშაობდით ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით, ამის გამო იყო რომ თქვეს, რომ შევაჩერებთ გამჭვირვალობაზე, გამჭვირვალობის კანონის გამო თქვეს, რომ შევაჩერეთ პროცესი მოლაპარაკების დაწყებისა საქართველოსთან. ევროკავშირმა, ევროკომისიამ თქვა, ევროკავშირის ელჩმა თქვა ეს ყველაფერი. და იმის გამო, რაც დღეს უკვე ბანალური ჭეშმარიტება ხდება, უცხოური დაფინანსება თურმე აღმოჩნდა და ამას აღიარებს უკვე ამერიკის პრეზიდენტი, რომ საჭიროა გადახედვა, იმიტომ რომ ვისაუბრებთ აუცილებლად ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ვრცლად, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ რაც ეხებოდა სტრასბურგს და საპარლამენტო ასამბლეას, გააძლიერა თქვენი ოპონენტების ნარატივი, რომ საქართველოს დაშორდა ევროპულ სივრცეს. ერთის მხრივ სტრასბურგში საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობას აღარ მიიღებს ქართული დელეგაცია, მეორეს მხრივ ბრიუსელის გადაწყვეტილება ცნობილია, მათ შორის დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, მათ შორის ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით, შორდება თუ არა საქართველოს ევროპულ სივრცეს. ჩვენ ვერანაირად ვერ დავშორდოთ, რომ საქართველოს ვართ ევროპა. ესეც მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიაზროს. პოლიტიკურადაც ჩვენ ვართ ევროპა. კიდევ ერთხელ, ჩვენ ვსვავობთ სხვადასხვა ორგანიზაციებზე, ევროკავშირზე, ევროსაბჭოს, საპარლამენტო ასამბლეაზე და ასე შემდეგ. რაც შეეხება ევროპას და ევროპულობას, თუ შორდება. აღმოჩნდა, რომ ზუსტადაც რომ ჩვენ ვართ ზუსტად იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც ბევრმა დაკარგა. აი ეხლა ზუსტად, როცა ვსაუბრობ ჩვენ ტრადიციულ ღირებულებებზე, რომელიც 20 იანვრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე მართლაც რა ჭეშმარიტება ყოფილა, თურმე მართლაც ორი სქესი ყოფილა. ნახეთ თქვენ საიას ხელმძღვანელის დაბნეული პასუხები ამასთან დაკავშირებით, რომ ვერ გასცა პასუხი თავიდან, შემდეგ ორი სქესიო და გენდერი ბევრი არისო, ნუ რას უკაცრავად, როგორც მათი ყოფილი ლიდერი ამბობდა, ორი სქესი არის და გენდერიც ორი არის. ეხლა თარგმანში თუ უნდა ვიღაცა დავკარგოს და გითხრას რომ გენდერი რამე სხვას ნიშნავს გარდა სქესისა, ეს მოატყუონ საკუთარ დონორებს და იქ ისაუბრონ ანგარიშებში. როგორც სქესი, ისევე გენდერი არის ორი, არის ქალი და არის კაცი. წერტილი. ეს თქვა ტრამპმა 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ თავისი მათ შორის აღმასრულებელი ბრძანებებით და აი ეს აღმოჩნდა უცებ, რომ ის რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ცდილობდნენ რომ რა გითხრათ, ტყუილიც ხო არა წარმოგიდგენთ, რამხელა მაქინაციას ქონდა ადგილი, რომ სამყაროს თავს ახვევდნენ იდეებს, რომელიც არ არსებობს რეალობაში, რომელიც არის აბსოლუტური ფარსი, რომ თითქოს ადამიანს აქვს არჩევანი და არსებობს ოფციები და შეიძლება ადამიანი დაждდეს ერთ დღეს და თქვას, რომ მოდი დღეს მე ასეთი სქესის ვიქნები, ხვალ ისეთი სქესის ვიქნები. აი ამ
აი ასეთ ტყუილში იხარჯებოდა ფული, მილიონები, ადამიანების ტვინის გამორეცხვა ხდებოდა. ასე რომ რა აღმოჩნდა საბოლოო ჯამში? აღმოჩნდა რომ ის, რისთვისაც ჩვენ ევროკომისიამ გადაწყვეტა ქართველების დასჯა ზაფხულში, შარშან ზაფხულში, მას შემდეგ რაც ჩვენ მივიღეთ კანონი გამჭვირვალობის შესახებ, მას შემდეგ რაც ჩვენ მივიღეთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, რასთვისაც ჩვენ დაგვსაჯეს ზუსტად რომ ცდილობდნენ ჩვენ დასჯას რომ აი მოლაპარაკებებს არ გახსნის, აღმოჩნდა თურმე ეს ყოფილა ის რასაც ჩვენ ვამბობდით, თურმე ეს ყოფილა ზუსტად ჭეშმარიტება, რომელსაც ახლა ყველა აღიარებს. მათ შორის ის NGO-ები, რომლებიც ახლა უკვე ყელყელაობენ, რომ დიახ, რა თქმა უნდა, ორი სქესი არსებობს, ქალი და კაცი. ამის მიუხედავად ეს ორი კანონი დაედო საფუძვლად ევროკომისიის გადაწყვეტილებას დიპლომატიური პასპორტების. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსწავლოთ. დღეს აი გუშინდელი რეაქციებს დააკვირდით ოპოზიციის, ნახეთ მათი კომენტარები ამასთან დაკავშირებით და აღიარებითი ჩვენება, რომ ისინი 28 ნოემბრიდან მოყოლებული, ისინი მათი უცხოელი მფარველები და ზოგიერთი დიპლომატი, რომელიც საქართველოში მუშაობს უცხოელი, ატყუებდნენ ქართველებს, მათ ნერვებზე მუშაობდნენ. იმისთვის თითქოს 28 ნოემბერს რაღაცაზე ქართულმა ოცნებამ უარი თქვა თუ რაღაცა გააჩერა. ზუსტად აი ნახეთ გუშინდელი მათი რეაქციები და კომენტარები, სადაც ამბობენ, რომ ეს არის ქართული ოცნების და ხელისუფლების რეაქცია იმაზე, რასაც იღებენ სხვები გადაწყვეტილებას და ჩვენ დიახაც მოლაპარაკებასთან დაკავშირებით ცდილობენ დასჯას საქართველოსი, რატომ? იმიტომ რომ ხმა არ მიეცათ ქართული ოცნებისთვის და არჩევთ ნაციონალურ მოძრაობას. ასეთ რეჟიმში ვერ დარჩება. ანუ როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობების განახლება ამ პირობებში? უბრალოდ ყოველს ის თქო ვიზიტი მქონდა უნგრეთში, როცა ვსაუბრობთ მათ შორის ევროპულ ღირებულებებზე და იმაზე თუ რას ნიშნავს თანამშრომლობა ევროკავშირის სივრცეში და ევროპულ სივრცეში, აი ეს არის მაგალითი, როგორ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან ქვეყნებმა. ჩვენ უნგრეთში მქონდა, რა თქმა უნდა, თბილი, მეგობრული და ამავე დროს წარმატებული ვიზიტი, ცითი ზუსტად იმ დღეებში იმართებოდა სხდომა ბრიუსელში, სადაც დიპლომატიურ პასპორტებთან გადაწყვეტილებებს იღებდნენ და უნგრეთმა იქ თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა. პრაქტიკულად გაემიჯნა ამ გადაწყვეტილებებს და არ მიიღებს ამ რეგულაციას. არა მხოლოდ ხმა არ მისცა ამ გადაწყვეტილებას და დაბლოკვა ამ შემთხვევაში არ შეეძლო, თუმცა წინააღმდეგ წავიდა, არამედ თქვა, რომ ის გადაწყვეტილებას მიიღო იმ საბჭომ ამ გადაწყვეტილების ახსრულებას უნგრეთი არ აპირებს და საინტერესოა, რომ დავაკვირდეთ, რომელი ქვეყანა, რომელი ხელისუფლება აღასრულებს ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ეს მოცემულობას ვერ შეცვლის. მე რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა თავარი რაც შეცვლის მოცემულობას, ეს არის საღი აზრი. ჩვენ ბოლო ადმინისტრაციის პირობებში 4 წელი გამრუდებული აზრების მოსმენაში ვიყავით. და აღმოჩნდა, რომ ერთი ინაუგურაციის დღე იყო საკმარისი, რომ საღ აზრს გაემარჯვა რამდენიმე მიმართულებით. კიდევ ერთხელ საღას გაემარჯვა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება უბრალოდ ბიოლოგიაზე დავხუჭოთ თვალი. მეორე, საღაზმა გაიმარჯვა იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოური დახმარების ქოლგის ქვეშ სინამდვილეში ხდებოდა და ციტირებ პრეზიდენტ ტრამპის განკალკულებიდან ციტატას, რატომ აჩერებენ 90 დღით და ამოწმებენ ამ დახმარებას, რომ ხდებოდა ქვეყნებში, ასე ვთქვათ, ჰარმონიული განვითარების ხელშესლა, იდეების შეტანა, რომელიც საბოლოო ჯამში სტაბილურობას უქმნიდა საფრთხეს. ჩვენ რამეს სხვას ვამბობდით მთელი ეს პერიოდი ამ გამჭვირვალობის კანონზე. ამას არ ვამბობდით, რომ ვიცოდეთ ბოლო-ბოლო, რომ ზრაფული სად იხარჯება, რა მიზნებისთვის იხარჯება, თუ კი რაიმე მავნებლობასთან გვაქვს საქმე, ამასაც დაინახავს ადამიანი ბოლო-ბოლო გამჭვირვალად. ამიტომ საღი აზრი გაიმარჯვებს. და სხვათა შორის უნგრელ კოლეგებთან შეხვედრის დროს ზუსტად ეს არის მათი ოპტიმიზმის საფუძველი, მათ შორის უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ორბანის ოპტიმიზმის საფუძველი, რომ როგორც იქნა საღი აზრი ბრუნდება. ფიქრობ, ბევრმა ამოისუნთქა, როდესაც ხდება თუ მათ შორის აი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. აი რამდენი რაღაცა გვესმის, რაც ყველა მიცოდა, ყველა ფიქრობდა, მაგრამ ყველა ზოგი მალავდა, ზოგს აიძულებდნენ, რომ არ ელაპარაკა იმაზე, რომ სინამდვილეში უკრაინას შეეძლო ეს ომი აქამდეც დაესრულებინა. თავად უკრაინის ხელისუფლებამ თქვა, რომ 2022 წლის მარტში მზად ჰქონდათ მათ სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგები უკვე, არახამიას განცხადება გახსოვთ ამასთან დაკავშირებით და ბრიტანეთის ხელისუფლებამ გააჩერა ისინი, რომ არა, გააგრძელეთ ომი და ჩვენ მოყვებით ბოლომდე. აბა სად არიან? ბოლომდე არიან? ხო ხედავთ, რომ სინამდვილეში ეს ბოლომდე არაფერს არ ნიშნავდა და იყო цаრიელი სიტყვები და ხედავთ ახლა უკრაინას, რომ უკვე სხვა პირობებში უწევს სამშვიდობო მოლაპარაკების წარმოება. მოისმინეთ პრეზიდენტ ზელენსკის ინტერვიუ, სადაც ის საუბრობდა
დახმარებებზე 170 მილიარდიდან ნახევარი რომ გამქრალია და არც კი ჩასულა უკრაინაში. რაც ჩავიდა და იქიდან კორუფციაში საწავიდა უკრაინაში, ამაზე ამერიკელები საუბრობენ. აი ამას ჩვენ ხო საუბრობდით. ნაწილს და ნაწილს უბრალოდ თვითონ სიტუაციიდან გამომდინარე მათ შორის იმ უბედურობიდან გამომდინარე, რაც უკრაინაში ტრიალებს, ვცდილობდით რომ ბევრი არ გვესაუბრა ამასთან დაკავშირებით. და ამის საპირწონედ ხედავდით მილიონობით ჩასხმულ ფულს NGO-ებში, რომ რაიმენარად ეს თემა გამოეტანათ ისე, რომ თუ აი ეხლა მიდის დამარცხდება რუსეთი, აგერ ეხლა ჩვენ აქედან უნდა შევუტიოთ გავხსნათ მეორე ფრონტი, გონჩარენკო რო გვეუბნებოდა, გაისევნეთ ეხლა აფხაზეთში და სამაჩაბლოშიო, თითქოს აფხაზეთში და სამაჩაბლოში ჩვენი თანამოქალაქეები არ არიან და ან აქედან გამსეირნებლები არ იქნებოდნენ დაზიანებული, ან ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში და გაგვიხადეს გონჩარენკო გმირად, გაგვიხადეს ზელენსკი გმირად, გაგვიხადეს არესტოვიჩი გმირად, გახსოვთ თქვენ პირველი დღეები ომისა, როდესაც ზუსტად იგივე ხალხი, ვინც დღეს გამოდის ქუჩაში, ზუსტად იგივე მოქალაქეთა ჯგუფი იდგა პარლამენტის წინ და ითხოვდა რას? ითხოვდა სანქციების დაწესებას, მებრძოლების გაგზავნას, ჩართვას ომში. და დღეს ეს ხალხი გამოდის და ჩვენ ხან ზოგი ირონიით ამბობს მშვიდობა რა არისო და ზოგი რას და ზოგი რას ამბობს. აი ჩვენ ზუსტად უნდა გვეუბნება დღეს ითხოვს რომ მოусმინოთ მათ. აი მათთვის, აი ამ ადამიანებისთვის, ვინც დღეს ახლა ამ წუთას დგას ქუჩაში. ეს ადამიანები ზუსტად იგივე ადამიანები იდგნენ 2022 წლის მარტში იმ ქუჩაში, ითხოვდნენ რომ ჩვენ მებრძოლები გაგვეშვა, სანქციები დაგვეწესებინა, ჩაგვეკეტა ასე შემდეგ, ანუ შევსულიყავთ პირდაპირ ომში, აი ჩვენ რომ მათთვის დაგვეჯერებინა. ადამიანებს როგორ არწმუნებს ხელისუფლება ახლა იმაში, რომ ევროპული გზიდან არ უხვევს უპირველეს ყოვლისა ამ ადამიანებმა მადლობა გადაუხადონ საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ ხალხს. ამ ადამიანებმა, რომ ჩვენ მათ არ დაუჯერეთ და ქართველმა ხალხმა ამაში ზურგი გაგვიმაგრა, რომ ჩვენ რომ მათთვის დაგვეჯერებინა. აი ამ ხალხისთვის, ვინც დღეს დგას და მაშინაც იდგა ქუჩაში, დღეს მათ ევროპაზე და არაევროპაზე სასაუბრო კი არ იქნებოდა, ვინ ვის საფლავს დაიტირებდა, ამაზე იქნებოდა საქმე. მათ საფლავს დაიტირებდნენ მათი ოჯახის წევრები, თუ ისინი დაიტირებდნენ სხვების საფლავს. აი ამას აკეთებდნენ, მაშინ ეს ქართველები გაუაზრებათ. დაგვავიწყდა ყოფილი სახალხო დამცველი, რომ მირჩევნია ცეცხლი და ბომბები წვიოდესო, აი ასეთ სირცხულისგან ვიწვიო თუ როგორო მეუბრებს არ ვაზრდით უკრაინაშიო, როგორ არ ვკეტავთ საზღვრებს და სანქციებს არ უწესებთ რუსეთსო, რომ რაიმენარად საპასუხო ცეცხლი იქნებ გამოვიწვიოთ რუსეთისგან და ჯობიაო საპასუხო ცეცხლი გამოვიწვიოთ, ვიდრე საერთაშორისო მასშტაბით შევწყვით. ეხლა ქართველებიო რომ არ გააგზავნა ხელისუფლებამ მეომრები. აი ამ ხალხმა იგრძნო პასუხისმგებლობა. დღეს რო გამოდიან, აი ეს ხალხი, ვინც მაშინაც იდგა და დღესაც არიან, იგრძნო პასუხისმგებლობა და ქართულ ხალხს ამას ვეუბნები. თავარი ეს არის ჩვენ. არ უნდა უყვეთ, რა თქმა უნდა, აი ასე უნდა შევხედოთ მათ შორის აი ამ მოვლენს და მოქალაქეთა ამ ჯგუფს და უნდა მივხვდეთ ჩვენ, რომ ბრძენმა ქართულმა ხალხმა მაშინ გადაარჩინა საქართველოს ომს და ჩვენ დაგვეჯერებინა აი ამ ხალხისთვის, აი ამ ოპოზიციისთვის, ზუსტად იმ ადგილას, ზუსტად რუსთაველის აი ამ რუსთაველის 8 ნომერთან პარლამენტთან იდგნენ და ითხოვდნენ ხელისუფლებისგან, რომ საერთაშორისო აეროპორტიდან აგვეფრინათ თვითმფრინავები და გაგვეშვა მეომრები უკრაინაში და ამით ჩაუბმულიყავით პირდაპირ ომში. მადლობა გადაუხადონ საქართველოს ხელისუფლებას და ბოდიში მოუხადონ ქართულ ხალხს. აი მაშინ ზუსტად იმ ქცევისთვის და იქნებ დაფიქრდნენ, რომ ერთ უბედურებაში კი ნაღა მაშინ ჩაგვაგდეს და ახლა კიდე რამ მდგომარეობაც გვაქვს. საქართველოს ის რისკებთან ერთად შანსიც შეება ბევრი მიმართულებით, როგორც ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და ხედავთ მათ შორის ახალ ხელშეკრულების, ისე ტერიტორიული მთლიანობის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით და რა შურებიან ეხლა. აი ამ მომენტში აყანყარებს ცდილობენ რომ აყანყარონ ჩვენი ქვეყანა. ის რომ ჩვენ ძალიან ბრძნულად ჭკვიანურად გამოვიარეთ ეს პერიოდი, ჩვენ ხედავთ ეხლა რომ არის პერიოდი, როდესაც ხდება გადაფასება ბევრი რამისა, პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა და თქვა კიდევაც რომ მას უნდა რომ მშვიდობის მყოფელი დარჩეს ისტორიაში, გააჩეროს ყველა ომი და იზრუნოს კონფლიქტების დასრულებაზე. და რა თქმა უნდა ეს არის შესაძლებლობა რომ არათუ ახალი ომები არ გაჩაღდეს რისი პირობაც დადო და სურვილი გამოთქვა ტრამპმა, არამედ ის კონფლიქტები რაც არსებობს აი ამ საერთო ასე თქვა ტალღაში
მშვიდობის დამყარებისა და რეალისტური მიდგომებისა ეს კონფლიქტების გადაწყვეტას რა გვაზიანებდა ჩვენ ყველაზე მეტად გვაზიანებდა არარეალისტური, არაპრაგმატული მიდგომების საკითხების მიმართ. გვაზიანებდა ის, რომ აი ეს პოლიტიკანობას ჰქონდა წაღებული მთელი საერთაშორისო პოლიტიკა, ნაცვლად რეალისტური პოლიტიკისა, ნაცვლად ეროვნული ინტერესებზე მიმართული პოლიტიკისა. ამას ამბობს ზუსტად ტრამპი და მისი ადმინისტრაცია და მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ შემთხვევაში მდივანმა რუბიომაც ეს თქვა, რომ ისინი ასე უყურებენ მომდევნო 4 წელს, რომ ყველა ქვეყანა თავისი ინტერესით იმოქმედებს და ეს აჩვენებს ზუსტად, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც იქნა აი ეს ადმინისტრაცია, აღიარებს, რომ სხვებსაც აქვთ ინტერესები. და ამ შემთხვევაში საქართველოს აქვს თავისი ინტერესები და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია თავის ინტერესებსაც გვეტყვის და აქ იქნება თანხმედრა. და არა ისე როგორც აქამდე ხდებოდა ყოფილი ელჩები, რომ დადიოდნენ კაბინეტ და ჩემ კაბინეტში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი რომ მოდიოდა და მე ლაპარაკებოდა ქართველი ხალხის სახელით. ერთ-ერთ შეხვედრაზე ბოლოს უთხარი, ეხა ისე ნუიზავთ მეთქი და თქვენ ხართ საქართველოს პატრიოტი და მე ვარ აქ ჩამოსული ამ ქვეყანაში და თქვენ ხართ აქ დაბადებული და გაზზე ითქვა. ამ დონემდე იყო მისული ეს ფარსი და ფარისევლობა, რომ ელჩები გელაპარაკებოდნენ ქართველი ხალხის სახელით, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. სხვა ჩვენს ამას მე ვეუბნებოდი ოპოზიციასაც, რომ არ ცხენიათ მეთქი, ვისაც სურო 3%, 4%, 5% ქონდეთ ხარდაჭერა. უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს ვიდრე ნებისმიერ ელჩს ამ ქვეყანაში ქართველი ხალხისგან. და გახარ და აყოლილი ხართ, ხან ერთ ელჩთან ზიხართ, აქვია საელჩოში, ხან მეორესთან და ხან რომელ დროშას აფრიალებენ და ხან რომელ დროშას. აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ტრამპმა ეს უთხრა სამყაროს. მათ შორის მათ, ვინც აყოლილი არის ხვების ინტერესო. თქვენი ინტერესებით თქვით რაშია და იმოქმედეთ თქვენი ინტერესები. ევროკავშირის წარმომადგენლობის აი ახალი პოზიციის შესახებაც მინდა კითხოთ. ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გამო არავინ არ უნდა ისჯებოდეს. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას. ეს პოზიცია ცნობილია ბოლო პერიოდის განმავლობაში მთავარი სასაყვედურო ხელისუფლების მიმართ. აი სწორედ უცხოელ პოლიტიკოსებს აქვთ ის, რომ მთავრობამ გამოიჩინა გადაჭარბებული ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომ ეს იყო პრაქტიკულად რეპრესიები მოქალაქეების მიმართ. როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ ეს პოზიცია? ნახე ეს და რამდენიმე საერთოდ განცხადება, ეს არის გამოუგნებელი განცხადება, რასაც ჩვენ ხედავთ. და ერთ რამეს შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას. ჩვენ გაიხსენონ ერთი განცხადება მაინც ევროკავშირის საელჩოს ან ნებისმიერი აი ამ აქტიური საელჩოებიდან ერთი განცხადება მაინც, სადაც მათ დაგმეს ძალადობა სახელმწიფოს წარმომადგენლების წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, პარლამენტის წინააღმდეგ, ძალადობა არა უბრალოდ მოქალაქეების მხრიდან, მათ შორის ხასუსვა, არამედ ძალადობა მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან. ერთი განცხადება გაიხსენონ, ერთი მაინც წამლად ვინმე გაიხსენოს, დაგმეს თუ არა იქ ბაზუკასავით რომ მას ესროდნენ, რა ქვია, პიროტექნიკას ესროდნენ პოლიციას, მოლოტოვის კოქტეილებს რო ესროდნენ პოლიციას, ქვებს რო ესროდნენ პოლიციას, ერთი განცხადება, სადაც ევროკავშირის საელჩომ, ელჩმა ან ნებისმიერი ამ აქტიური საელჩოების ელჩმა ნებისმიერი ერთი განცხადება, სადაც ეს დაგმეს და გაიმიჯნეს. სამაგიეროდ შეგახსენებთ, რომ გრიგორიადისის საქმეზე, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი წვავდა პოლიციელს, დადასტურდა ეს სასამართლოს მიერ, რომ ის წვავდა ცოცხლად პოლიციელს. არათუ არ დაგმეს, არ შეაფასეს რაიმენაირად, არამედ ევროპული ფონდიდან დაფინანსებული ორგანიზაცია სირცხვილია. ეწეოდა მოლოტოვის კოქტეილის რეკლამირებას და რომანტიზებას. ევროპარლამენტარი ვიონა ფონ კრამონი მონაწილეობას იღებდა მათ აქციებში და ამ პლაკატის ფონზე ამბობდა, რომ ხარს უჭერს ამ ყველაფერს. ეს მე არაერთხელ მაქვს ნათქვამი მათ შორის ევროკავშირის ელჩისთვის, რომ მიუღებელია, როდესაც ეს დაფინანსება ხდება და ამ ყველაფერს ან თვალს უხუჭავდა ევროკავშირის ელჩი და სხვა ელჩები, ან უყურებდნენ, ან უფრო სხვა რამე საქმე იმაში არის, რომ როდესაც ძალადობას ხუჭავ თვალს, როდესაც ძალადობას ახალისებ, ხარ შესაბამისად ამ ძალადობის მონაწილეც და ეს არის, რასაც ჩვენ ვხედავთ. მათ შორის ამ შემთხვევაში, როცა ვსაუბრობ ჩვენ
ეს შემთხვევა თქვათ ეხება მათ შორის ბათუმელების რედაქციას ის დაფინანსებული ფიქრობთ რომ საჭიროა ხელისუფლებას კონდეს მათ შორის მზე ამაღლობელის მიმართ და არა მხოლოდ მის მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება რაც ერთგვარად განმუხტავდა სიტუაციას ამაღლობელის უკვე მე-19 დღეში მშილობს რაც ძალიან სარისკოა მის ჯანმრთელობისთვის როგორ ფიქრობთ ჰუმანური მიდგომის შედეგად გარდა იმისა რომ ეს ადამიანების ნაწილს შეეცვლებოდა აღკვეთი ღონისძიების სახე ასევე განიმუხტებოდა ერთგვარად სიტუაცია არ ფიქრობთ ამის საჭიროებაზე ეს გახლავთ მართლმსაჯულების საკითხი, ეს არ არის ხელისუფლების ამ შემთხვევაში პოლიტიკური ხელისუფლების. თუმცა პროკურატურას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების მე. რაც არის მართლმსაჯულების ნაწილი. ეს არ არის პოლიტიკური ხელისუფლების გადაწყვეტილის საკითხი, ეს არის მართლმსაჯულების საკითხი და მართლმსაჯულებამ გადაწყვიტა ისე როგორც გადაწყვიტა და ეს არის ნაწილი ამ ყველაფრისა. შესაბამისად, თუ კი ვინმეს აქვს რაიმე საფუძვლები თუ ასე ვთქვათ მიზეზები ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს მართლმსაჯულების ნაწილში და არა პოლიტიკურ ნაწილში. აი რაც შეეხება ამას. მეორე მხრივ და ამავე დროს, როდესაც უბრალოდ ამ განცხადებებს ვისმენთ და ვისმენთ გამომდინარე იქიდან საქმე ეხება ერთ-ერთი მედიის თანამშრომელს რომელიც ბატონო ხო დამფუძნებელს თანამშრომლობს რედაქტორს რომელიც თუმცა არა იმიტომ რომ ის ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა და ამიტომ ეს სპეკულაცია არის რომ დაკავშირება რაღაცნაირად ჟურნალისტიკასთან ის ჟურნალისტური საქმიანობის გამო არ არის დაკავებული ამ შემთხვევაში და ამაზე ხაზგასმა არ ვიცი რას უნდა ემსახურებოდეს მაგრამ საპირწონედ რას ვამბობ რომ ამასთან ერთად როდესაც თუნდაც ევროკავშირის საელჩო თუ სხვა ელჩები ზრუნავენ იმაზე რომ მათ მიერ დაფინანსებული მედიის წარმომადგენელი თქვათ იყოს წინასწარ-პატიმრობაში თუ არ იყოს წინასწარ-პატიმრობაში ხო ამაზე შეიძლება ქონდეთ თავსაკუთარი აზრი ამავე დროს ერთი წინადადებას როგორ არ ამბობენ რომ ისინი ძალადობას გმობენ ხო ანუ ხო ვიხილეთ ეს ყველაფერი ხო ანუ რა არის ბოლო-ბოლო მართლა რა გახდა ესეთი განსაკუთრებული რომ არ უნდათ რომ დაგმონ ძალადობა და კიდევ ერთხელ ეს ხო მათი პასუხისმგებლობაა როდესაც შენს მიერ შენი კონტრაქტორი ორგანიზაცია რომელსაც შენ აფინანსებ მისი წარმომადგენელი ძალადობს პოლიციელს თუ კი გაქვს პრეტენზია გინდა გამოთქვა პრეტენზია რომ მის მიმართ მართლმსაჯულება იყოს ლმობიერი იმ პასუხისმგებლობას რატო არ გძნობ რომ შენი ფული დაფინანსებულმა ადამიანმა იმ ქვეყანაში სადაც შენ სტუმარი ხარ და ჩაგაკ ფული და ხარჯავ თავს დაესხა პოლიციელს. ამაზე პასუხისმგებლობას რატო არ იზიარებენ? და იცით რატომ არ იზიარებენ? იმიტომ სინამდვილეში თავისი ქცევით აქეძებენ. სინამდვილეში ეს შედეგი არის ზუსტად აი ამ წაქეზებისა. როდესაც გრიგორიადის წაუყრუეს. როდესაც ერთ-ერთი მედიის თანამშრომელს, ჯემნიუსის თანამშრომელს, რომელიც ასევე ევროპული ფონდებიდან და ევროკავშირმა კარგად იცის ახლა საიდან როგორ ფინანსდებიან, 84 ტყვია შუბში უნდა დავახალოთ დეპუტატებს რომ დაწერა ადამიანმა და ხმა არ მოიღეს. როდესაც მათ მიერ დაფინანსებული ჩეკის თანამშრომელი პარლამენტისას მიუვარდა და მონა და მოღალატე ეძახა აეროპორტში. ამაზე ხმა არ მოიღეს. გააჩუმდნენ ერთ ძალადობაზე, მეორეზე, მესამეზე, მათი დაქირავება, მათი კონტრაქტორი ორგანიზაციების მხრიდან, იმ NGO-ებისგან, რომელსაც აფინანსებენ. როდესაც ერთხელ, ორჯერ, 15ჯერ უყურებ ამ ყველაფერს. ეს უკვე აჩვენებს რომ შენ აქეზებ ამ ძალადობას. ამბობ რომ მიდით. თქვენ მიდით მოლოტოვის კოქტეილი. არა, აბა როგორ, როდესაც აფინანსებ მე ვესროლე, როდესაც აფინანსებ სირცხვილიას კამპანიას მე ვესროლე. სადაც მოლოტოვის კოქტეილი ევროკავშირის ფერებში გაფერადებული არის და ამითი, ასე ვთქვათ, რომანტიზებას ახდენ, ამითი შენ ვინც აფინანსებ, ეუბნები სხვა ორგანიზაციებს მიდით ესროლეთ მოლოტოვის კოქტეილი, დაგიჭერენ ჯარიმას გადაგიხდით და გახსოვთ სკანდალი, რომ აღმოჩნდა, რომ გრანტებიდან იხდიდნენ ჯარიმებს, ჯარიმასაც გადაგიხდით. თქვენზე ცუც არაფერს არ ვიტყვით. ვიტყვითო პირიქით, იმ პოლიციელი ღირსი იყო ამ ყველაფრის და გამოიწვია, ასე ვთქვათ, თქვენი მხრიდან ეს ემოციური რეაქცია და შემდეგ მოვითხოვთ, რომ ყოველგვარი სანქციის გარეშე იყო თავისუფლად. დღეს ხო ამას ამბობენ, უპირობო გათავისუფლება. გასაგები. ამიტომ აი ამ მოცემულობაში, რასაც ახლა ვადევნებ თვალს, როგორ წარმოგიდგენია შიდა პოლიტიკური პროცესის განვითარება, ესე იგი მოქალაქეები არიან ქუჩაში, ითხოვენ ახალ არჩევნებს, დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას, პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე და ის არალეგიტიმურად მიიჩნევენ ხელისუფლებას, აი საით მივდივართ და საბოლოოდ
რა შედეგი უნდა მე თვარცები წინა გადაცემაზე თქვენთან ვთქვი და დღემდე არც ერთმა მონაწილემ აი ამ აქციისა ვერ გაბედა ეთქვა ვისმის ხმა. ვისმის ხმა კი ბატონო. რატო ვერ ამბობს, ხო? კიდე ერთხელ ვიტყვი, ხო, დავიცი, ხა ამასობაში ალბათ კიდე ფანტაზია განავითარეს და რაიმე ახალი მარში მოიფიქრეს. სად არის გააკეთონ ერთი გვარამიას მხარდამჭერების მარში. რატო არ ატარებენ? დადგნენ ერთად და დავინახოთ ვინ არის ის ხალხი, ვინც გვარამიას ხმა მისცა. დავინახოთ ის ხალხი, ვინც ხაზარაძეს ხმა მისცა, ადამიანი, რომელსაც $600,000 ბიუჯეტის ვალი აქვს, იმის გამო რომ ცრუ ბრალდებით ცდილობდა $1.5 მილიარდ ქართველი ხალხისთვის წაერთმია ბიუჯეტიდან. დაგვანახეთ ერთი რომელმა მიეცით ხმა ხაზარაძეს, დაგვენახეთ რომელმა მიეცით ხმა გახარიას, დაგვენახეთ უყოლა რატო წვენიათ? რატო წვენიათ ამის ხმა? ეს პოლიტიკური პროტესტი, ამბობენ რომ ეს არის სახალხო მოძრაობა. როგორ აბა არჩევნები, ხმა ხელისუფლების წინააღმდეგებით ეს ფარსი დასრულდა. შესაბამისად ოპოზიციას ფარსი რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოლაპარაკებები შეაჩერა ეს ფარსი დასრულდა გუშინ ყველაზე გვიან. მას შემდეგ რა თავად ოპოზიციამ NGO-ებმა და ამ აქტიურმა ხალხმა თავად თქვეს რომ ქართული ოცნებაა ეხლა ამ ასამბლეასთან დაკავშირებით თვითონ კი არ დგავს პირველ ნაბიჯს, არამედ ეს არის რეაქციები. აი თავადვე დაასრულეს საკუთარი პროპაგანდისტული ფარსი თითქოს 28 ნოემბერს ხელისუფლებამ რაიმე გააჩერა და რაიმეზე უარი თქვა. თავადვე აღიარეს რომ ეს იყო აი ის რომ გააჩერეს თვითონ იმის გამო რომ ჩვენ ჭეშმარიტებას რასაც ვამბობდით რომ ორი სქესი არსებობს და რომ გამჭვირვალე უნდა იყოს უცხოური დაფინანსება, ამაზე გაბრაზებულმა ზოგიერთმა ევრობიუროკრატმა რომ ქართველი ხალხის დაჯდა გადაწყვიტა. აი ამაზე ვთქვი ჩვენ მაშინ რომ არ არსებობს. ამიტომ არა პროტესტის საფუძველი არის არჩევნები. ეს არის ეს არის დამარცხებული ელექტორატის რეაქცია. თქვენ გახსოვთ 27 ოქტომბერი მეორე დღეს ვიდეოები რო იდებოდა რომ ტიროდნენ. ანუ ადამიანებს ჰქონდათ ემოციური კრიზისი იმის გამო რომ მათ ეგონათ გასაგებია რომ მათ ეგონათ რომ ისინი არიან უმრავლესობა საქართველოში და აღმოჩნდა რომ ისინი არიან არათუ უმცირესობა. არამედ უმცირესობა 10%-ზე მეტი ვერ აიღო ვერც ერთმა მათმა მოწონებულმა პარტიამ. მაშინ როდესაც 54% აიღო ქართულმა ოცნებამ. ქართულ ოცნებასა და მეორე ადგილზე მყოფ პარტიას შორის 800,000 ხმარი განსხვავება. აი ეს არის მათ სინამდვილეში ეს გარკვეული ფსიქოლოგიური კრიზისია, როდესაც სოციალურმა მედიამ და იქ მათმა აქტიურობამ და 500-მა კაცმა რო იაქტიუროს გონიათ რომ მთელი სამყარო არის. შემდეგ უცხოელებისგან ასე ვთქვათ ხარდაჭერამ ასე ვთქვათ და მათ წაქეზებამ რომ კი თქვენ ხართ ქართველი ხალხი, მათ შორის ზოგიერთი ელჩი რო გვერდზე იყენებდა და აი ქართველი ხალხი, აი ეს არის ქართველი ხალხი, აი ამ 500-1000 კაციანმა ბაბლმა ჩათვალა რომ ისინი არიან უმრავლესობაში და 26 ოქტომბერს მივხვდნენ რომ ისინი არიან უმცირესობა და ნაცვლად იმისა რომ ეს მიეღოთ და დაფიქრებული იყვნენ ეფიქრათ იმაზე რომ შემდეგ ჯერზე როგორ დავარწმუნოთ ჩვენ გვერდზე მყოფი სხვები რომ ისინი ჩვენაზე დავაყენოთ, გადაწყვეტეს რომ შური იძიონ საზოგადოების უმრავლესობაზე და უმცირესობამ უმრავლესობას უკანონხოს თავისი პირობები. გარკვეული აპარტეიდის სურვილები აქვს საერთო ჯამში წარმოშობილი და კიდევ ერთხელ ეს და რაც თავარია დავინახეთ და გავიხსენოთ ყველაფერი რომ დაიწყეს ხანთქვეს ერთი რამე გაყალბებასთან დაკავშირებით რომ რა ვიცი რამდენიმე ერთი პირადობით რამდენიმე აპარატში ხმის მიცემა რაც იყო ტყუილი დადასტურდა ეუთოდრიმას დაადასტურა მეორე მესამე რა ვიცი რამდენი ტყუილი თქვეს ბოლოს გაჟონაო ტყუილი თქვა მაგაზეც თქვა ეუთოდრიმა რომ ტყუილია რო ეს მასშტაბი ამას არ ქონია და ნუ რუსეთის ჩარევა და ნუ ყველა ეს ყველაფერი კიდევ სხვა ყველაფერი ანუ ვერაფერი ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანეს ვერაფრის მაგრამ ნუ არიან ასე თქვა ეს ფსიქოლოგიური დაბნეულობაში კიდევ ერთხელ აი ხო ამდენის მოვიდა რატომ არ ამბობენ ვისმის ეს ხმა და რატომ არ ამბობენ იცით რომ სიამოვნებაში რცხვენიათ იმის რომ ხვდებიან იმ მომენტში როგორც კი იტყვიან აი ეს ადამიანები რომლებიც ჩნდებიან და შეიძლება ესე თქვა ცნობადი სახეები არ იყვნენ მანამდე პოლიტიკური ასე თქვა პარტიული ფიგურები არ იყვნენ ცნობადი და არიან პარტიული აქტივისტები რომლებიც ხან ერთი პროფესიის თუ ხან მეორე პროფესიიდანია და ესე თქვა ფრთიანი ანგელოზებიც გველაპარაკებიან ღრუბლებიდან ჩვენ და მოძღრავენ კი ჩვენ ვარ ვიმეორებ იგივე სიტყვებს ჩვენ ვარ ქართული ოცნება და ჩვენ ვარ
1,120,000 მოქალაქის მიერ მხარდაჭერილი ქართული ოცნება. თითოეული ადამიანის ხმამისო ქართულ ოცნებას გამოვა და იტყვისო ხმამისა ქართულ ოცნებას. რატომ რცხვენიათ მათ რომ თქვან რომ გვარამიას დაუჭირეს ხარ? რატომ რცხვენიათ და ვერ ბედავენ ამის თქმას რომ ხაზარაძეს მისცეს ხმას? რატომ რცხვენიათ და ვერ ბედავენ ამის თქმას რომ გახარიას მისცეს ხმას? გამოვიდნენ და თქვან და როგორც კი გამოვლენ აი ეს ფრთიანი ანგელოზები და აღმოჩნდება რომ თურმე გვარამიას მიეცი ხმა, აბა ეხლა გველაპარაკონ თავის ღირებულებებზე. ძალიან ღირებულებებზე რა გქონდა საუბარი და თავის ევროპულობაზე თუ უნდაც კიდე მას შემდეგ რაც გაირკვევა რომ გვარამიას მხარდამჭერი რო არის და ისო იტყვის მე ვარ ევროპელიო, ხაზარაძეს მხარდაჭერა როგორ უნდა თქვას რომ მას ევროპულობა უნდა და გახარიას მხარდაჭერა როგორ უნდა თქვას რომ მას ევროპულობა უნდა. მადლობა ინტერვიუსთვის. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო ჩვენ